საგამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლებს გესალმებით რიგიდან, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს საქართველოს ნაკრების საცვლელი პროცესი. ეს არის პირველი ვარჯიში მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა დაამარცხა გათამაშების ერთ-ერთი უპირობო ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები. ბიჭებმა გუშინ დაისვენეს, არ ყოფილა არც პრესკონფერენცია, არც კომენტარები და დღეს დაიწყეს მათ ვარჯიში და მზადება ხვალინდელი შეხვედრის წინ. ხვალკი თქვენ იცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის ჩვენ ფინეთის ნაკრებთან, რომელიც ძალიან სახიფათო და ძალიან კარგად ორგანიზებული, მაღალი კალათბურთელებით და ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, საკმაოდ კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით სახიფათოები არის ამ ფინელები პერიმეტრიდან, თუმცა ვერაფერს ვერ დაუწუნებ მათ, რასაკვირველია სამწამიანშიც გამომდინარე იქიდან, რომ ტანმაღალი კალათბურთელები ყავთ, თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს ფინეთს მოუგო ორივე მატჩი და მე ვისურვებდი თქვენთან ერთად, რასაკვირველია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელებული იყოს ხვალინდელ შეხვედრაშიც. როგორც ხედავთ, ყველაფერი, ყველა კალათბურთელი მწყობშია, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ყველა თქვენ იცით, რომ იყო გარკვეული მიკროტრამვები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თუმცა დღეს ყველაფერი რიგზია, ყველა ძალიან კარგად გამოიყურება და თავისთავად ცხადია მოტივირებულია ხვალინდელი შეხვედრის წინ და ბუნებრივია ამ ყველაფერს თავისთავად ცხადია მატებს დამატებით მოტივაციას ის, რომ ჩვენ რაც ვნახეთ ყოველ შემთხვევაში საფრანგეთის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში უამრავი ქართველი გულშემატკივარი, რომელიც ხვალინდელ შეხვედრასაც დაესწრება მატჩი თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება და თითოეული ჩვენგანი ვართ წარმატების მოლოდინში. რატომაც არა, თუკი ჩვენ შევძელით ფრანგების დამარცხება, თუკი ჩვენ შევძელით იქამდე ესპანელების დამარცხება, რატო არ შეგვიძლია დავამარცხოთ ფინეთის ნაკრები მიუხედავად მათი სიძლიერისა, მიუხედავად მათი ორგანიზებულობისა, თუმცა მე აღვნიშნე ჩვენი დღიურის დასაწყისში, რომ ფინეთის ნაკრები საკმაოდ სახიფათო გუნდია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან სახიფათო გუნდია, გამომდინარე ჩვენი ბიჭების მიერ ნაჩვენები თამაშიდან და შესაბამისად საქართველოს ნაკრები აი ამ მიმდინარეობისას, ევროპირველობის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა აბსოლუტურად არაპროგნოზირებად ნაკრებად. მოედნის იქით ნახევარზე ჯიკიჩი ესაუბრება სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი აქვს, საკმაოდ კარგად გამოიყურება და შესაბამისად ერთ-ერთი უმთავრესი დამრტყმელი ძალაა საქართველოს ნაკრების. ახლა უკვე სასწავლელი პროცესის ბოლო წუთებია, ბიჭები უბრალოდ ისვრიან ფარში, რაც თავარია ჩვენ ხედავთ იმას, რომ ყველა ჯანმრთელად არის, გიორგი შერმადინსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა, გოგა ბითაძეს პრობლემები ჰქონდა, სანდრო მამუკელაშვილს აღარაფერს ვამბობ უკვე თორნიკე შენგელიას პრობლემებთან დაკავშირებით, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მას ექიმებმა აუგზავნეს მინიმუმ პირველ 2-3 შეხვედრაში თამაში, თორნიკე მაინც გამოვიდა მოედანზე, გამოვიდა და დადო ყველაფერი. დადო ისე, როგორც რასაკვირველია, უნდა გაეკეთებინა, დაედო ისე, როგორც უნდა დაედო ნამდვილ ლიდერს, ნამდვილ კაპიტანს და ჩვენ თორნიკესგან ამას ყველანი შეჩვეულები ვართ. რასაკვირველია, წინა თამაშიდან გამომდინარე, მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა კიდევ ხაზი და ეს არის კამარ ბოლდვინი, რომელმაც ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში. მან თორნიკესთან ერთად 24 ქულა მოაგროვეს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა და ეს იყო საუკეთესო მაჩვენებელი ამ შეხვედრაში, რაც შეეხება კამარ ბოლდვინს. ორიოდე სიტყვით მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, კამარმა ჯგუფურ ეტაპზე რეალურად ვერ გამოიჩინა თავი ისე, როგორც მისგან ქართველი გულშემატკივარი ელოდა, თუმცა ფრანგებთან დაპირისპირებაში მან მოლოდინს გადააჭარბა და ესეც ალბათ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც თორნიკე შენგელია, ისე კამარ ბოლდვინი აი სწორედ ამ ევრობასკეტ 2025-ის სვლელობისას და მიმდინარეობისას შედიან ფორმაში, იკრებენ ძალებს და შესაბამისად
ხვალინდელი თამაშისთვის კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ, კიდევ უფრო უკეთესი თამაშით, კიდევ უფრო დიდი ბრძოლით თუ ჩვენ გსურს რომ გავიდეთ ნახევარფინალში. ქართველმა კალათბურთელებმა ისტორია უკვე დაწერეს. ისინი მოხვდნენ ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის და ჩვენ გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ მოვხვდეთ ევროპის 4 საუკეთესოთა შორის, რაც იქნება წარმოუდგენელი შედეგი ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ვართ ჩვენ. მოკლედ, ყველაფერი კარგად არის, განწყობა ოპტიმისტურია, განწყობა საბრძოლოა, ბიჭები სასწავლო პროცესს ძალიან კარგად ატარებენ და შესაბამისად აი აქაც ამ კადრებიდანაც ალბათ ნათლად ჩანს, რომ ყველაფერს დებენ, სიზუსტე გამოვისწორეთ, რაც თავარია ხორცნების, როგორც პერიმეტრიდან, ასევე სამწამიანი ზონიდან და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ხვალ ფინელებს ძალიან რთული დაპირისპირება ელით საქართველოს ნაკრებთან და თუ კი აქამდე მაგალითად რომ ავიღოთ ჩვენ ესპანელებთან დაპირისპირება და ავიღოთ ჩვენ ფრანგებთან დაპირისპირება, აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ამ წყვილში, როგორც პირველ შეხვედრაში, ესპანეთი იყო ბუნებრივია ფავორიტი, ფრანგებთან დაპირისპირებაში კი ფავორიტი იყო საფრანგეთი, თუმცა ამ მატჩებმა და ამ მატჩებში დაფიქსირებულმა შედეგებმა ნათელი გახადა ის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფავორიტი. შეგნებულად გავაკეთე პაუზა, იმიტომ რომ ამ კადრებს არ ჭირდებოდა კომენტარი, ეს არის ბოლო წამები და შესაბამისად ბოლო მითითება უკვე დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, რომელსაც ბიჭებს აძლევს ალექსანდრა ჯიკიჩი. აი ესე მთავრდება ყოველი ვარჯიში და შესაბამისად ეს განწყობა უნდა გადაგყვეს ჩვენ ხვალინდელ დაპირისპირებაში ფინეთის ნაკრებთან და აუცილებლად უნდა შევძლოთ რომ მოვიპოვოთ გამარჯვება. ჩვენ გვაქვს ამის უნარი, ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და შესაბამისად პლუს ამას კიდევ ერთხელ უნდა განმეორდე და თქვა, რომ ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვა, რომელიც უგულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებს და აბსოლუტურად არაფერს არ დაზოგავს ტრიბუნაზე, ისევე როგორც აბსოლუტურად არაფერი არ დაზოგეს წინა შეხვედრაში და ბექა ბურჯანაძე სთან შეგვიძლია რომ გავისაუბროთ. ბექა, როგორი განწყობა აქვს? განწყობა არის არაჩვეულებრივი. ვართ იქ, სადაც გვინდოდა, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ვოცნებობდით და უკვე რეალობაა. ასე რომ 24 საათი დაგვრჩა და მთელი ამბიციებით და მოტივაციით ვემზადებით ამ თამაშისთვის. ძალიან რთული თამაში იქნება, მარტივი თამაში არ იქნება. რა მოლოდინი გაქვთ ხვალინდელ შეხვედრაში, მით უმეტეს რომ მოდი გავიხსენოთ 2024 როცა ორი თამაში მოუგეთ ფინელებს. მე სულ შენთან ერთად რასაკვირველია რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. კი, რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ორი თამაში მოვიგეთ ზუსტად ამ ორი გადამწყვეტი თამაშით იდეაში დანიას კი მოვუგეთ ბოლოს სახში და მაგით გავედით ევრობასკეტზე, მაგრამ ფინელებთან რო არ მოგვეგო ერთი მაინც ამ ორიდან აქ ვერ ვიქნებოდით. ასე რომ და როგორც შენ აღნიშნე, ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ. აი დიდი ფინეთის ეროვნული ნაკრები არის დიდი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ნაკრები, რომელსაც არ აყავს ძალიან ბევრი დიდი სახელი და ვარსკვლავი. ყავთ ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც ლაური მარკანენია, ყველა მიცის, მაგრამ ლაური მარკანენის გარშემო იმდენად კარგი ბირთვი არის, როგორც გუნდი, რომ ძალიან ისეთ მეტოქეს ქმნის რა სახიფათო. ასე რომ ყველანაირად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. რა თქმა უნდა, ბექა ბურჯანაძე იყო ჩვენთან კომენტარზე, რომელმაც ხაზი გაუსვა ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობას და ფინელების სიძლიერეს. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მე მგონი საკმაოდ საინტერესო ფორმატის გადაცემა გამოგვივიდა, ამაზე მაგარ კადრებს ჩვენ ვერ შემოგთავაზებდით. საქართველოს ნაკრები თქვენს წინაშე ყველა თავის კალათბურთელით, ყველა თავისი ლიდერით და შესაბამისად შევეცადეთ კომენტარის შემოგვეთავაზებინა. მოკლედ, ჩემთვის განკუთვნილი
დრო დღევანდელი დღიურისთვის უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ამოიწურა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და რასაკვირველია გემშვიდობით იმ იმედით რომ ხვალ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მორიგ საოცრებას მოახდენს და დაამარცხებს ფინეთის ნაკრებს.